Mi amore. Espresso macchiato. Por favore. Espresso. Por favore. Macchiato, Me interesa si lo compramos. Thank you. Really? Yes. Ahí está la carta, eso me yo sé. Por favor, ahora me espresso macchiato. Por favore. Por favore. Ce mi chica salari, por favore. Chemichica, Bibove, Torniquetta Dokan. Torniquetta do Chemi Quellogica San Bibovo. Per favore. Facciamo per favore. Me lo voglio. نقیدی قواسا بیتاری bueno, ¿qué más le va a poner? Sí. Grazie, man. Non te cavolo. Mi siete andando a vedere? Vinga i mangiare video tipo mi calcio assim albumuri speciale dal albumuri და მაინც შემომეყურა Facebook-ზე სკინტრების და ძროხების და ქათმების საქმე. მაგას ევროპაში და ამერიკაში საკეთებდნენ ხოლმეო, მაგრამ ანტიბიოტიკებიანი რო არის და რო გადადის
გაცხადდა ეს რა გავდივარ Dem schüttet. Zileba. Skhasakliat 15 წუთი. ეს 8-ზე ავდეგი. ლუის 800 15 აკლდა მაშინ გამოვიდა მგონი. თუ მაშინ დავხადე საათი. J'étais j'étais vraiment ადრევე ვხსნოდი ხოლმე, არ ვიცი, ახლა თავისით მოვიდა. დღეებს ვხსნობ ხოლმე. როგორი სული აქ ამ დღეს, მაგას ვხსნობ ხოლმე. Mi amore. Წაკოიცი და კარლეტი შეჭამეთ იქ რო. რატო? საკეთებ ბიზო, ესე არა უნდა მოვჭრათ. პირველი პასკა. ლევანდელი პირველი პასკა. ჩვენ საერთოდ ეს გვიყვარს. ვიცა, მომჭრა. გაიცი ხელი გაწი. აჰა. და მარტო თავს მოაჭამს და მაიმუნი. კაია? აბა პირველი პასკა წელს ღმერთო არც კი მჯერა. შაშა? ხელი თვე. პასკას ჭამდი. პასკის დიეტა გქონდა. მიყვარს. მოყავს ეს ხემა. მე არ მიყვარს ძიდოვარი პასკები. ფუნდუშას რო გავს. აი ცოტათი მძიმე ვაიგენი მიყვარს. ეს შუაშია. კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა. ესე იგი ნარუტოს რაღაც ფილერების არკას უყურე. არ ვიცი, ისე შემიყვარდნენ. მქონია მე და ალბათ თქვენც გქონიათ თუ ვინმე ხართ, ვისაც გიყვარს სერიალები. აი, ცოტა გრძელი სერიალი რო ისე შეგიყვარდება პერსონაჟი, რომ აი რაღაცა რო დამთავრდება მე რაღაც სიცარიალა ესავით გრჩება ხოლმე და ამიტომ ფიქრობდი მე რომ ვლოგების გადაღება დავიწყე რომ საკარგია მეთქი ვლოგერი როცა არის და რო თუ გიყვარს უყურებ და ამერთმა კარგად გამყოფოთ შენც ისიც და უყურებ და არის და ეს გრძნობა რომ სეზონი არ დამთავრდება ცხოვრებაშიც მთავრდება ხოლმე მაგრამ მაშინ ატომგას ფიქრობდი ესე რომ ეს უფრო დიდხანს გრძელდება ვიდრე მაგალითად თუნდაც ყველაზე დიდი ანიმე რომელსაც 700 სერია აქვს მაგრამ პატარა სერიები აქვს 23 წუთიანი საოცრება აი უბრალოდ საოცრება ეს მინდა პასკა რადგან მოგჭამე პასკას არ ვიცი რატო მაგრამ დღეს მინდა
რამე ისეთი ან ჩაშუშული კომბოსტო, ან ისპანახი. არ ვიცი, რაღაცა იგივე საჭმელი მინდა რომ გავაკეთო. მას რაღაც საწინავს. ეხლა მე და თქვენ ყავა ერთადაც დავლიოთ დღეს უკვე დავლიე მე ყავა, მაგრამ მინდა რომ ერთადაც დავლიოთ ყავა, მე გარეთაც მინდა წასვლა, მაგრამ ალბათ მოწვიმს, თუმცა ხო იცით მე ისე მიყვარს წვიმა, რომ წვიმაში სიარული ჩემთვის რაღაცა პრობლემა არ არის პირიქით, ძალიან სასიამოვნო და საყვარელი რამეა. ხო და მინდა რომ ერთ მნიშვნელოვან და საინტერესო თემაზე ვისაუბროთ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ადამიანს აქვს ეს, რა თქმა უნდა, მეტნაკლებობა არის, მაგრამ მაინც ყველა ადამიანს აქვს შედარებით რთული პერიოდები თავის თავიდან გამომდინარე. და აი ამაზე მინდა ვისაუბროთ, თუ როგორ მკლავდებით თქვენ და საერთოდ გამკლავებაზე. მოდი ხამ. ყავა დავისხათ, ატყდა წყალი. მე ჩემი ლამაზი პასკას ჭამს. მედი ჩემი ლამაზი, ჩემი ანიმე პერსონაჟი ვით გოგო. იქით არის ჩემი ჭიქა, მოვიტან და დავლიოთ ყავა. ერთი ყავა უკვე დავლიე და ერთიც ჩაი. ჩაი მე მიყვარს იმასთან, პასკასთან. ხო და წყალი კი არ დამილევია. ეს ფონი ძალიან მაბრაზებს. საწოლში აღარ ვუშვებ და არც ამოვუშვებ. მიყარხანდე. ძალიან მაბრაზებს. ესე იგი, ღამე დღისით რომ გაგაშკებს აკეთებს, სასწრაფოდ ვაგდებ ხოლმე. აი დავდებ ძაღლს და იმას შვები რომ აბა ჩქარა გადავაგდო, რომ არ შეჭამოს. ამ დროს ყოველთვის უყრია, სავსე აქვს თავისი ჯამი, აი სოციალური როგერს იმ საჭმლით. და ამ დროს ყოველთვის ყველა დაჯდომაზე ყველა ოჯახის წევრი, თითქმის ყველა აჭმევს. მიუხედავად მაგისა, როგორც კი იზავს გაგაშკას, აი ჯერ ჩამოვარდნილი არ არის, ეგრევე ცდილობს რომ შეჭამოს. ვერაფრით ვერ გავიგე რატომ და ვერაფრით ვერ გადავაჩვიე. ხო და ეხლა საწოლში აღარ ვუშვებ და ესე იგი დღეს ვნახე, აი ხა კი ამ გული ამერია. ეტყობა ღამე, როცა ნელა ეხა ძალიან გავბრაზდები. ყურადღებით იყავი. ყურადღებით იყავი. ტელეფონი შეიძლება გაწყდეს ესე ჩემი. ოკეი, დედა. ოკეი. მოდი. ოკეი, კარგი გოგო. არა უშოს. It's okay. It's okay. მოდი ჩაგიხუტა. It's okay. არა უშოს. არა უშოს. ჩუდი ბონია. ხო, ჩუდი ბონია. კაი გოგო. გაგაკეთა ჩუდი ბონია. ხო და დღეს ვიპოვე ღამე, რაცა მძინავს ეტყობა და ვერ ვასწრებ, რომ ეგრევე გადავაგდო, იქ რო შვება, შეაქ თავის საწოლში, სადაც წევს ის საუკეთესო ულამაზესი საწოლი და შიგ პატარა ისინი ეტყობა მთლიანებს ვერ ჭამს და ვიპოვე რამდენიმეც არის საწოლში. მაგის საწოლში. აი, პროსტა ვერ აგიწერს რა ემოცია მქონდა. პროსტა როგორ გამწარდი, ვერ აგიწერს. მოყვანის დღიდან აი ერთადერთი რაც ახამ ძახს მინუსი ეგ არის. რატომ უნდა ჭამდეს არ ვიცი. აი ამ საჭმელს არ აჭამს ხა ხო მთელი დღე არ ეკარება. ისეთიც ვიყიდე, ისეთიც როიალ კანი თუ რა აქვია მედიუმ სტარტერი, როიალ კანისა თუ რიზა ჯენდების არა ვიცი. ესე იგი 20-იანიც ვიყიდე, 25-იანიც ვიყიდე, 21-იანიც მეთქი იმის გემო არ მოწოდან. ანუ ამასაც არ ეკარება
ჭამს ხო ბოლოს ძალიან და იმას ჭამს როგორც რაღაცა დელიკატეს ახლა ხრაშა ხრუში. აი მე თუ მეორე ოთახში ვარ აქეთ და იქით ქნა, რომ ხალხიც ოჯახის წევრიც მეძახიან ჩქარა ნინი, სხვა ხო არავინ, რა თქმა უნდა არ მიეყარება. და სანამ მე მოვდია რომ ავიღო ნახევარი იყო შეჭმა და თან ენას ისე ილოკავს, აი თქვენ რაღაცა სასწაული არ ვიცი პროსტო. Sorry. მიყვარხარ. კარგი გოგო ხარ. ბოჭი. ოკეი. ცუდი ბონია ხო? საწაკერი ბონია. გამაბრაზა ბონი. რა ძალიან განიცდის ხოლმე. როცა უბრაზდები და მე ძალიან განვიცდი ხოლმე. ინტერესი ძალიან განიცდის. თან ხო არ უნდოდა. არ უნდოდა. ის რა არის გამოუტრევია ეს საჭმე. აი ძალიან იმას ქნა. მოქმედა. აი ეგრე რო ქნა ამ ძაღლმა ისე ძალიან გავბრაზდი, იშვიათად არის ხოლმე რომ რაღაცა ძალიან გამაბრაზდი. სადარია ის მქონდა. დასადები ტელეფონის. აი იშვიათად არის ხოლმე რომ ესე რაღაცა ძალიან ჭკუიდან ვერ ხვდები რატო აკეთებს მაგას, აი რატო ჭამს. და ხო უბრაზდები, მაგრამ გინდა გაუბრაზდი, გინდა აი როიტყვენ შეაყარე კიდე სერცვიო, აი ეგრეა ზუსტად. აზრი არ აქვს. რაღაცა შესხმულია და ასაწმენდი მაქვს ესეც. ასე შილა ჩანს. ევას ეძინა ხო და ბლენდერი გამოიტანა თორნიკემ და რაღაცა პროტეინის ის გაიკეთა. ხო და თავზე არ დაუხურები ამ ბლენდერისთვის. აი ესე. არის შემოსხმული ზეთ. ანუ მე დავაკვირდი იმას, რომ რა თქმა უნდა სხვადასხვანაირი ადამიანები არიან. არიან გრძნობიარე ადამიანები, უბრალოდ ვართ გრძნობიარე ადამიანები, ვინც ყველაფერს ძალიან ღრმად გრძნობს. არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს გრძნობენ, მაგრამ უბრალოდ რაღაცა ბარიერი უყენიათ და არ ატარებენ ამას რაღაცის მიღმა. და არიან ადამიანები, რომლებსაც რაღაცა კი აწუხებთ და კი გრძნობენ, მაგრამ რა აწუხებთ, ეგ არის უკვე ცნობილ დონეზე ხდება ეს ყველაფერი და ზემოთ არ ამოდის რა. ხო და მე ვარ ადამიანი, რომელიც ყველაფერს ჩადის ბოლომდე და ყველაფერში უნდა რომ გაერკვიოს. და ამას სჭირდება ძალიან დიდი დრო და ძალიან დიდი რესურსი. იმდან დიდი რესურსი სჭირდება, რომ სხვა რაფრისთვის აღარ ვარგი ვარ ხოლმე. ეხლა თუ შეამჩნიეთ რამდენი ხანია მე ანუ ჩაკეტილი ვარ. ვიდეოებს ვიღებ, მაგრამ აი როგორ ვთქვა. დარწმუნებული ვარ გრძნობთ.
რა თქმა უნდა, ჩემი მაყურებელი, ვინც მიყურებს და ვისაც გიყვარვართ, გრძნობთ ამას. რაღაცნაირად ჩავიკეტე ჩემ თავში. აი, ქვასავით, რომ ზღარბივით ესე შიგნით, რომ ან კულსავით, უფრო ზღარბივით ესე შიგნით, რომ მოიქცევა რა. თავის თავში, ეს კაცი გამოვიდა ყავით ისიც. ხო. იმიტომ რომ ეს მჭირდება. ანუ მე ძალიან მიყვარს გაზიარება, ძალიან მიყვარს თქვენთან ერთად რომ ვცხოვრობ და ამ პერიოდშიც კი ეს არ შემიწყვეტია. იმიტომ რომ ეს ძალიან მეხმარება. იმიტომ რომ ეს არის ეს იცით რა არის? აი ის კარია, რომელიც ხიად ავტოვე, ის ხიდია, რომელიც სამყაროსთან მაკავშირებს თქვენ. თქვენ ხართ ის ხიდი, რომელიც მე სამყაროსთან მაკავშირებს. მეორე, ძალიან დიდი. პირველი და ყველაზე მთავარი არიან ჩემი შვილები და ჩემი საყვარელი ადამიანები და მეორე ხარ თქვენ. მე ძალიან მიყვარს ვიდეოების გადაღება, თქვენთან ცხოვრება, თქვენთვის გაზიარება ყველაზე, აი საკრაბენი რო იტყვიან რუსები, ხო? აი ყველაზე სათუთის, ყველაზე წმინდასი, ყველაზე ძვირფასის. ძალიან მიყვარს ყველაფრის თქვენთვის გაზიარება. არც კარგს, არც ცუდს, აუეს ენერგიას მისცემს. არც კარგს, არც ცუდს, ჩემსაც არაფერს არ უმალავ და ესეც ძალიან მიყვარს და ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ანუ მარტო კი არ მიყვარს, მეამაყება კიდეც, რომ ასეთი ვარ. ანუ ამას იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ ვცდილობ, რომ ეს გავაკეთო. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ასეთი ვარ. და ჩემთვის ეს მშვენიერია. ანუ და ეხლაც აი ესეთი პერიოდი, იცით როგორი პერიოდი მაქვს, რომ ერთდროულად 1:30 წელი მომემატა. რომ დავბედი. რომ იმდენი რამე გავიგე ოღონდ არა ყურით, არამედ არა გონებით, არამედ აი შევიმეცნე, ანუ ჩემი ნაწილი გახდა. იმდენი რამე და იმდენი ცოდნა, ახალი ცოდნა სამყაროზე, ადამიანებზე. ნუ ჯამში სამყაროზე შეგვიძლია ერთ სიტყვით ვთქვათ, მაგრამ რო გავშიფროთ ადამიანებზე, ადამიანის ბუნებაზე, სამყაროს კანონებზე, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი, აქ როგორ მუშაობს, რა ხდება ჩვენში. როგორ აი ადამიანის სიკვდილზე. რომ ეს იმდენი რაღაცა დაგროვდა და საკუთარ თავზეც რა თქმა უნდა. იმდენი რაღაცა დაგროვდა, იმდენი რაღაცა შემოვიდა ჩემში, რომ გეგონება უცებ ძალიან აი როგორ გითხრათ. ხემრო ძალიან ბევრი ნაყოფი მოისხა. ან რაღაც ძალიან დიდი სიმძიმე რომ დაედო საძირკველს. ან ფესვებს უცებ რო გაიზარდა ხე. და აი რო გჭირდება ძალა, ენერგია, ძალისხმევა, დრო ამას გაუძლო და ეს აწიო. ანუ მე ის ვარ, ვისაც ამის დატევა შეუძლია. მე ის ვარ, ვისაც ამის ფონზე შეუძლია სხვა ადამიანებს დაეხმაროს. მე ჩემი ყველაზე მთავარი რაც არის ყოველთვის აი რომ ადამიანების გულში ვანთებ ხოლმე იმეს, ვანთებ ხოლმე სინათლეს, ვაძლევ мотиваციას. პირდაპირ თუ ირევ შეიძლება ადამიანს არც ვიცნობდე და ჩემი ხმა მიწვდეს იმ ადამიანს, რომ იცი შენ გამოგივა. იცი შენ გაბედე, გააკეთე ის რაც გიყვარს. იცხოვრე, იმიტომ რომ ერთი ცხოვრება გვაქვს. და აი ხო არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს ცხოვრება გვაქვს და მოდი ჩქარა ვიცხოვრო, იმიტომ რომ მოვასწრო. მე ეგ არ მაქვს. მე ეგ არ მაქვს. მე მაქვს ერთი ცხოვრება მაქვს და სრულიად უნდა შევიგრძნო. თუმცა მაქვს ხოლმე მომენტები, როცა იმდენად ეს ყოფილი იმდენად რთული და მტკივნეულია, რომ გავურბივარ. და როცა გავურბივარ, ვიკეტები.
და როცა ვიკეტები, ეს ორი რაღაცისთვის არის კაი. ერთი იმისთვის, რომ იმ მომენტში უცებ იმ დარტყმას გავუძლო და ეს ჩაკეტვა შეიძლება იყოს მთელი დღე სერიალის ყურება, ან სერიალის ყურება და ჭამა. და მეორე მხრივ კიდე კარგი იცით რითია ჩემ თავთან ვრჩები და ჩვენ გვჭირდება ჩვენ თავთან დარჩენ. ანუ მე არ შემიძლია ჩემ თავთან დავრჩე, როგორც მაგალითად შევძლიათ სხვა ადამიანებს, ვისაც მაგალითად არ ყავს ოჯახი, ვისაც მაგალითად არ ყავს შვილები. ანუ მათ შეუძლიათ დააწუნენ და ორი კვირა არ ადგნენ. როცა შვილები არ ყავს, შეიძლება საერთოდ იმუშაო და შენ პუზზე და წყალიც იქნები. როცა შვილები არ ყავს, შეგვიძლია რუტინები არ გააკეთო, რომელიც აუცილებელი მაგალითად საჭმელი არ მოამზადო თუნდაც. და ანუ სრულად შენ თავში იყო და ეს ორი კვირა სრულად აი ამას მოანდომო თვით გამრთელებას. როცა რაღაცა ძალიან დიდი ცოდნა მიიღე სამყაროსგან, ეს რეალურად ჯილდოა, მაგრამ ამას ტარება ჭირდება და ეს ძალიან რთულია. და ეს იმიტომ გეძლევა, რომ ეს სხვა ადამიანებს გაუნათო გზა. იმათ, ვისაც ექნება აი ესეთი რთული პერიოდები, როგორც ახლა შენ გქონდა და ვისაც არ ეყოლება არავინ, ვისაც არ ექნება სინათლის ხივი თავის ცხოვრებაში. ვისაც არ ექნება იმის ძალა თუნდაც რამხელად შენ გაქვს. ანუ ყველა ადამიანს სხვადასხვა დონის ძალა აქვს, როგორც მაგალითად ყველა ადამიანს აქვს სხვადასხვანაირი ჯანმრთელობა, სხვადასხვანაირი ფიზიკური გამძლეობა, სიძლიერე ფიზიკური, მაგალითად მე ყველაფერი დაბალანსებულია. მე მაგალითად ფიზიკურად ვარ ძალიან სუსტი. ანუ ძალიან დიდი შინაგანი ძალა მაქვს, მაგრამ ფიზიკურად ვარ ძალიან სუსტი. თუმცა ანუ შინაგანი ძალა მაქვს იმდენი, რომ აი მე თვითონაც მეგრის ხოლმე, რომ საიდან მოდის ეს, რომ ყოველწლიურად შემიძლია არა მარტო გავუძლო და დავძრა, არამედ აი ავდგე და ვატარო, აი საიდან. ეხლა შვილები მყავს, ეხლა საყვარელი ადამიანები მყავს, მაგრამ ჩემ ცხოვრებაში იყო პერიოდიც არავინ არ მყავდა და როცა სრულიად მარტო ვიყავი და მაშინაც ყოველთვის მქონდა მე ეს ძალა. ყოველთვის მქონდა მე აი ეს უდიდესი ძალა, რომ ფეხზე ავდგე და გზაო გავაგრძელო. მიუხედავად ყველაფრისა. და იცით, ადამიანები ხედავენ ხოლმე იმ ტრაგედიებს, მაშმა ყველას გვაშოროს, რაც ადამიანების თავს ხდება, რაც არის აი ძალიან ისეთი რა ცხადი. მაგრამ ადამიანები ვერ ხედავენ იმასაც, შეიძლება შენში ხდება, ხო? ანუ აი ეს ცოდნა სამყაროს არსის. ალბათ მთელი სიღრმით, სიგანით და სიძლიერით მარტო ერთმა არსმა იცის, ღმერთმა. და ჩვენ ვართ როგორც ზღვის წვეთი, მისი ნაწილი. ღმერთის ნაწილები ვართ ჩვენ ყველა. და ჩვენში ყველაში არის ჩაწვეთებული სიკეთეც და ბოროტებაც. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ბუნებრივი ძალა. ჩვენ ყველა რაღაცისთვის ვართ და ნელ-ნელა აი იმდენს გაწვდის, იმდენს გაძლევს, იმდენს გიხსნის, იმდენის ცოდნას ღმერთი სამყაროს სული. რამდენის დატევა ჩვენი მომენტში შეგიძლია. ანუ შენ იმდენს არ მოგცემს, რომ ამან მოგკლავს თქვა, რომ ვერ გაუძლო. მაგრამ გაძლევს, აი როგორ იცით, ფიზიკურად, ვისაც გივარჯიშიათ, რომ 3 წრე დაარწი მოედანს და რომ ეცემი და ტრენერი რო გეუბნება, რომ მიდი აბა კიდე ერთი. და აი როგორ ხარ კიდევ ერთს რო აკეთებ. აი მასე რო იყო, მაგდენს გაძლევს. ოღონდ ეს ხდება რაღაც დროში ერთხელ. ანუ მე გადაკეტავს. სასაცილოც შეიძლება, მაგრამ ანუ ისე ხსნი ჩვენთვის გასაგებიანაზე. ანუ გადაკეტავს ამ ცოდნას და გაძლევს დროს, რომ ეს შეიმეცნო. და ეხლა მე აი ეს პერიოდი მქონდა. ძალიან დიდხნიანი, სხვა შორს ესეთი დიდხნიანი არ მქონია და რო დავფიქრდი, ამდენჯერაც მქონდა ცხოვრებაში. ასეთი დიდი არც ერთხელ არ მქონია. და რაც უფრო დრო გადიოდა და ვიზრდებოდი, უფრო და უფრო დიდი მქონდა ხოლმე, მაგრამ რა ვიცი, სადღაც გეტყვით ახლა 7
7-10 წელიწადში ერთხელ აი ესე მაქვს ხოლმე ეს დიდი და ანუ ეს იყო აი მე ეს იყო როგორ რაღაც იცი ესე გადატყდი და ეს ერთი ღერიღარო დარჩა დანში რო გადატყდა და აქ უნდა მოვიდეს უფრო დიდი უფრო ძლიერი და ანუ აი ეს ის არის რომ ანუ ბოლომდე რო არ გადატყდი და რო არ მოკვდი რა აი რო გაუძლერი და უფრო დიდი და აი ამას რო დრო უნდა და ქენ გამომდინარე მოხდა ის რომ მე რაღაცნაირად ჩავიკეტე და მე სჭირდებოდა და ეხლა მაქვს პერიოდი როცა დაიწყო გამრთელება მიიღება ანუ შეწყდა მოწვდა იმისი რაც აი დაჩოქილი რო ხარ და რო გემატება სიმძიმე რო გაჩერდა მე ვიყავი რაღაც დრო ესე ვიყავი და ეხლა დავიწყე გაშლა გამართვა ანუ იცით როგორ ვიყავი ერთი მუხლით დაჩოქილი და მეორე მიწასთან რო გაქვს და ეხლა იმ მეორის ნელ-ნელა აწევა დავიწყე და ეხლა ესე ნელ-ნელა წამოვა ეხლა წამოვა ძალა წამოვა ენერგია წამოვა შთაგონება ახალი იდეები ახალი ცხოვრებები ახალი სურვილები ახალი რაღაცები სანამ ამას სულ არ ამოვწურავ სანამ ამას სულ არ გავცემ გარე სამყაროში მე ვარ ღმერთის ინსტრუმენტი ჩემში ვატარებ და ხალხამდე მიმაქვს ის რომ მაგალითად რაღაც მომენტში როცა ძალიან გიჭირს ჩართავ ჩემ ვიდეო შემთხვევით და მე გეტყვი რომ იცი აი ეხლა რადგან ფიქრობ იმაზე კარგად გამოგივა ვიდრე შენ შეგიძლია ახლა იფიქრო ეს გაგამხნევებს შეიძლება არც დაიჯერო მაგრამ გავადრო გაგახსენდება და მიხვდები რომ თუ კი შეძელი რომ გაგეგო მე კი არ გელაპარაკებოდი სამყაროს სული რომ ერთი იყო ის ვინც ეს გითარა იმიტომ რომ შენი მომენტში ამის თქმა გჭირდებოდა და მე ისე რომ მე არც ვიცი აი ამას ვაკეთებ ძალიან ბევრ ადამიანთან და ამას ძალიან დიდი შინაგანი ენერგია ჭირდება იმიტომ რომ შენი ენერგიაც მიყვება ამას მაგრამ მე ახალი მოდის და ეს აცოცხლებს ჩემნაირ ადამიანს ამას ძალიან ცოტა ადამიანი გაიგებს ხო და აი თქვენ თუ გაქვთ ხოლმე როგორი გაქვთ ხოლმე რო გიჭირთ ხოლმე ეგ პერიოდები და როგორ უმკლავდებით და რა არის ხოლმე რაც გშველით ანუ მე არაფერი ანუ სანამ ეს პროცესი ბოლომდე არ დამთავრდება სანამ ეს გარწატე ხარ მოხდება ეს ცი როგორ რაღაცა აი ძვალი რო გწყდება და სანამ არ მოგწყდება რომ აი ვერაფერი რო ვერ შეაჩერებს ამის ტკივილს ხო ანუ როცა ეს ხდება მაშინ ვცდილობდი რომ მაგალითად ჭამო რამეს ვუყურო არ ვიფიქრო გავიქცე დავიმალო რო ტკივილი არ ვიქცნო მაგრამ არაფერი არ აყურჩებს სამტკივილს აბსოლუტურად არაფერი ეს არის ტკივილი რომელსაც ვერ გაიქცევი ეს აი ის როგორ რაღაცა ვერავინ რო ვერ გავიქცევით იმას რომ უნდა მოვკვდეთ მე ეს ვნახე კატუსის თვალებში მე არც ერთი ცოცხალი არსების თვალებში არ მინახია სიკვდილი მე სიკვდილი ვნახე მარტო მის თვალებში არ ვიცი კატები ხო რაღაც მისტიური არსებები არიან და გრძნობენ ყველაფერს და ხედავენ ესე იგი რო კვდებოდა მაშინ მე არ ვიცოდი ჯერ რო კვდებოდა მაგრამ მის თვალებში დავინახე სიკვდილი აი მისი თვალებიდან მე მიყურებდა სიკვდილი ანუ ეს არის ჩემი კატის თვალები აი იმ თვალებიდან მიყურებდა რაღაც გავსიბები ჩემს თვალებში მაგ დანახული ერთხელ ოღონ გაელვებით და ეს იყო რასაც მე 2 დღე ვხედავდი და ვხედავდი როგორ ცდილობდა ჩემი კატა რომ გაქცეოთ ანუ მისთვის მისი სხეული იყო ციხე და ცდილობდა რომ აი ამ სიკვდილს რომელიც მასთან მოვიდა გაქცეოდა როგორღაც თავის სხეულიდან
და სიამოვნებაში კიდე მაგას ვერ გაიქცევი. მხოლოდ მასში უნდა გაიარო. და ეს წესია. აი ეს ტკივილი, შეცნობის ტკივილი. არჩეულობის ტკივილი, რომელსაც ღმერთი გაძლევს იმისთვის, რომ ეს სხვა ადამიანებს გზა გაუნათო. აი რომ ასხავენ შენში იმ ნივთიერებას, რომელიც მერე აინთება. მაგრამ ეს შენ გწვავს. მაშინაც როცა ასხავენ და მაშინაც როცა ანათებს. ამთია. ხო. ამას ვერ გაიქცევი. ანუ ხმარტალებ, ცდილობ რომ გაიქცე, მაგრამ ესეთი გზა არის, რომ ბოლოს უკვე ნებდები, ჩერდები, როგორც სიკვდილთან. და ელოდები. გეხარ მის წინაშე სრულიად უძლური, მთელი შენი სიძლიერისთან მიუხედავად. სრულიად უძლური. და ელოდები. რა უბრალოდ დამთავრდეს. და ეს ხდება ხოლმე უკვე როცა დასასრული მოდის. გადაგივლის ბოლომდე ეს ტალღა გაგანულებს. და მე შენ ისევ თავიდან იწყებ. და შენც ისევ გელაპარაკება სამყაროს სული სხვა ადამიანებით, როგორც შენ ლაპარაკების ხოებს. არიან შენ ცხოვრებაში ადამიანები, რომლებიც გეუბნებიან, რომ მე არ ვიცი არაფერი, გარდა ერთისა, რომ ყოველ ჯერზე თავიდან უნდა დაიწყო. და ეს არის ყველაზე სწორი, რაც შენშიც ხმიანობს, ჩემში ხმიანობს შენი ჩანჩქერი, აი ეს, რაც შენ იცი. ჩვენ ყველაფერიაც გვჭირდება ვიცით. ოღონდ ეს ცოტა ჩვენშია და ჩვენგანვეა დაფარული. და მაშინ თავისუფლება, რასაც ჩვენ გვჭირდებათ. ოღონდ თუ არ საკმაოდ გაცნობიერებული ადამიანები, მაშინ საკმაოდ სუფთა თუ ვართ მაშინ. აღდგენა. ასე ქვია ეხა ჩემს პერიოდს. აღდგენა. თვით გამრთელება. არა მარტო თვით. ისიც მეხმარება. საერთოდ ძალებით. და ჩემი საყვარელი ადამიანებიც, რა თქმა უნდა, მხოლოდ თავისი ყოფნით. ეგ უდიდეს ძალაა. ხო, ასე რომ რამდენიმე ვიდეო მქონდა ამაზე და ალბათ დაინახეთ სურათი. ასე თუ ისე, ჩემი ამ პერიოდის. თან ძალიან გეშინია მაგას, იმიტომ რომ ისეთი განცდა გაქვს, რომ всё. როცა მან ხარჯები განცდა გაქვს, რომ მორჩა ყველაფერი. იმიტომ რომ მართლა ყველაფერი მორჩა, იმიტომ რომ ის ეტაპი მორჩა, მოკვდა. აღარ არის. და გეშინია, იმიტომ რომ რაღაც ახალი. როგორც მთის მდინარე, ისე აი ჯებირებოდ შემოანგრევ შენს შინაგანს, შენს სულს. და საერთოდ არ იცი რა გელოდება. იმიტომ რომ შენი სული არის ესეთი თავისუფალი. რომელსაც მარტო ორი ჩარჩო აქვს, ერთი სხეული, მეორე სიყვარული. და ამ დროს არ გეშინია უკვე ვაფშე არაფრის. ამ დროს ქრება შიში. და ამ დროს მოდის ცოდნა. იმისი რომ ღმერთის ნაწილი ხარ. იმისია საიდანაც მოხვედი იქ ძახვა.
იმისი რომ ყველა ვარიანტში ყველაფერი კარგად იქნება. და იმისი რომ აი აქ შენი გზა 30% არაც გაიარე. და ბოლომდე უნდა მიხვიდე. და ყველაფერი უნდა გააკეთო, რაც უნდა გაგეკეთებინა. და შენც არ იცი ჯერ ეს რა არის. და თან კი გეშინია, მაგრამ თან გაინტერესებს. ხართო. ვიღაცა იფიქრებს, რომ შეშლილია ეს გოგო, აი მარტო ის ადამიანი, ვისაც ესმის აი ეს. არა მარტო გონების, არამედ სულის და გონების ერთად მარტო ის ადამიანები გაიგებენ ახლა. მარტო იმ ადამიანებმა მოусმინეს აი ამას აქამდე. იმიტომ რომ დანარჩენებისთვის აი სრული ბოდვა. ვინც მხოლოდ გონების ყური თუ უსმენს მათთვის. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენად ძვირფასები ხდებით ყოველჯერ და ჩემთვის, როცა ის რაღაცას მე თქვენ გიზიარებთ. და მე ღრმად მწამს, რომ მე არ მჭირდება არც ფსიქოთერაპევტი, არც ფსიქიატრი. არა, არც სენსეი, არც მასწავლებელი, ანუ ჩემი მასწავლებელი ცხოვრება. ხო, უფრო მტკივნეული მასწავლებელია. უფრო დაუნდობელი მასწავლებელია. მაგრამ შეუცდომელია. ანუ ღმერთი გასწავლის თვითონ. ის არის შენი მასწავლებელი. ხოლოდ ის არის, ვისაც ჩვენ უნდა გავყოთ. მეტი არავინ. კი არიან ადამიანები, რომლებიც იმ მომენტში, როცა გვიჭირს, მისი სიტყვით გველაპარაკებიან. მაგრამ ჩვენ ვისაც უნდა გავყვათ, ერთადერთი ის არის და ჩვენი მონაცემი და ის. იმიტომ რომ ჩვენი მონაცემი რატო ჩვენ გზაზე უნდა ვიაროთ. და ის რატო იმენცის ჩვენი გზა რომელია და ეცით როგორ მივყავართ. წინას თვითონ გივიდგას და უკანას. წინას თვითონ გვინათებს და უკანას თვითონ გვიცავს. და როცა მე ამას გრძნობ, თორსა ეს არის ჩემში. აი ეს არის ჩემი აზრი და ჩემი აი აზრი არ არის ეს. აი მე ვიცი. არ ვიცი როგორ ვითხრათ. მე ვგრძნობ. ეს არის წმენა. და ეს ძალიან ცოტა ადამიანს სამს. ძალიან ბევრი ადამიანს სამს უბრალოდ სიტყვებით. უბრალოდ რიტუალებით. იმიტომ რომ ძალიან ბევრს არ შეუძლია. დაინახოს, იგრძნოს. ანუ გაბედოს, რომ იმ სიღრმემდე ჩავიდეს საკუთარ სულში, რომ მას შეეხოს. და ურჩევნია რაღაც სხვა რასაც ეტყვის, რა რიტუალსაც ვიღაცა გადასცემს. იმას გაყვეს. იმიტომ რომ გადვილია. ეგ არა მტკივნეული. თავს ამყოფებს გზნობ ისევ მოდის აი ის განსაღმერთო. რა მშვენიერია ის ახლა ის ქათამირო კაკანებს. ეს ძაღლი რო აქ დადის. აი სამყარო რო აქ არსებობს. აი ეს ყველაფერი რო არის და შე რო ხარ. არა მშვენიერია უბრალოდ ეს ყველაფერი. მხოლოდ ამ ყველაფრის წინ დადგომის და გაჩერების მერე მოდის შენთან. რა თქმა უნდა შუალედებში ეს პატარა ადამიანური რაღაცები, შიშები და რაღაცები, ან გადარჩენის ცდილობები, ან რაღაც ფეხზე წამოდგომის ცდილობები და რაღაცები თავს იჩენს, მაგრამ სამდე შეგენი კი არ გეხმარება. უბრალოდ ყურადღება გადაგაქვს, უბრალოდ თვალს ვერ უსწორებ ჯერ კიდევ, ანუ სანამ მიიღებ ამ ყველაფერს იქამდე აი ეგ. ბლურავს თავს. და მე ამ დროს ხო გითხარით, აი ეგ მეხმარება, ჩემ თავთან დარჩენა.
ტკივილის მიღება. იმათთან ყოფნა, ვინც ძალიან მიყვარს. და ჩემი თავი არის ხოლმე ის რესურსი, რომელიც მეხმარება, რომ აღავდგე. ჩემი თავი არის მარადიული განკურნების წყარო ჩემთვის, ჩემი სულში, ჩემ თავში ყოფნა. თქვენთვის რა არის ეგ? ესეთი ვიდეოები იმდენად ღრმა არის ხოლმე და იმდენად ძიმე, რომ ეხა მე ამას ვერ ვუყურებ. ეხა მე როცა ვიდეოს ვამუშავებ, ვუყურებ ხოლმე იმ ვიდეოებს. ამას ვერ მოვსმენ, სანამ რაღაც დრო არ გავა. ანუ იმედენად სათუთი და ძვირფასი ამოვიღე და დავდე, რომ ამას მე თვითონვე ვერ შევეხები მეორედ, სანამ რაღაც დრო არ გავა. მაგრამ მინდა რომ თქვენ იცოდეთ, მინდა რომ აქ იყოს როგორც ჩემი ისტორიის ნაწილი და მინდა რომ თქვენ, ვინც მე მიცნობთ, ვისაც მე გიყვარვართ, ვინც ხედავთ ჩემს პაუზას, მიუხედავად იმისა, რომ აქ ვარ მაინც. უბრალოდ მინდა იცოდეთ, რა მოხდა ჩემში ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი. ზუსტად 9 წელი. ღმერთო ჩემო, 9 წელი. აი ამ 9 წელს განმავლობაში ყველაზე მთავარი, რაც ჩემში ხდებოდა იყო ეს. და ყველაფერი არის ბაბოჩნი ეფექტი. უკუჩვენებები, ასე ვთქვათ. რაც თავისით ჩადგება ნორმაში ახლა უკვე. უბრალოდ იყავი მშვიდი და უბრალოდ იყავი ის, ვინც ხარ. ფილმებში რომ ამბობენ ხოლმე, რაღაც რთული მომენტი, აი როგორ მოვიქცე, გასაუბრებაზე რომ მიდიან რაღაც. იყავი ის, ვინც ხარ, როგორ ძალიან მარტივად ჭხერს, მაგრამ ყველაზე რთულია. იყავი ის, ვინც ხარ. ძალიან ადვილია იყო ის, ვისაც კარგ ნახობენ რომ იყო, ვისაც ტარს უკრავენ რომ იყო, ვისნაირიც გინდა რომ იყო, მაგრამ ძალიან ძნელია სინამდვილეში იყო ის, ვინც ხარ. მაგრამ ისეთი ძვირფასია, ალბათ აზრი არ აქვს არაფერს ამ ქვეყანაზე, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, ყოფნაზეც არ აქვს ამ ქვეყანაზე აზრი, თუ მე ის არ ვარ, ვინც მე ვარ. რაც ყველა რთულია, რა თქმა უნდა. ღმერთო ჩემო ხალხო, ვინც აქამდე უყურებთ, გმირები ხართ და ვინც გაიგეთ და იგრძენთ რაზე ვსაუბრობ, აი ჩემი სულმეითები ხართ, ჩემი სულის ნაწილები ხართ, აქამდე ვერ მოусმენ და ის ადამიანი ვინც ვერ გაიგო. სულ გხდებოდა. მიყარ